მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახალ ვლოგში და დღეს განვიხილოთ თემა უცნაური გერმანია. ანუ უცნაური ფაქტები გერმანიის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ არ იცოდით. ზუსტად 2 თვის უკან შემისრულდა 9 წელი მას შემდეგ, რაც გერმანიაში ჩამოვედით და ამ 9 წლის მანძილზე საკმაოდ გამოცდილება დამეგროვდა იმისთვის, რომ დღეს თქვენთვის ჩავწერო ვლოგი. მოკლედ არ შევეხები, რა თქმა უნდა, პოლიტიკას. რაც შეეხება პოლიტიკას, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გერმანიას ყავს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, და ასევე ყავს კანცლერი, ანუ რაღაც პარლამენტით და ეს კანცლერი იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას ქვეყნის შესახებ, ასევე შემოაქვს კანონები და მოკლედ პირველ ადგილზე დგას თვითონ კანცლერი და შემდეგ არის პრეზიდენტი. პრეზიდენტი იმდენად არაფერს არ აკეთებს ქვეყნისთვის, მაგრამ არსებობს და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა, ირჩევენ ასევე ახალ პრეზიდენტსაც. ასევე გერმანია განსხვავდება სხვა ქვეყნებიდან იმით, რომ თუ ციხიდან მსჯავრდებული გაიქცა ან გაქცევას დააპირებს, ამის გამო მას სასჯელი არ დაემატება და მოკლედ არაფერს არ ეტყვიან, უბრალოდ დააბრუნებენ უკან და არ მოემატება წლები, არ ექნება ჯარიმა გადასახდელი და ასე შემდეგ, რადგან გერმანიის მთავრობა თვლის, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იბრძოლოს თავისუფლებისთვის, ასევე როგორც გავიგე, არის კანონში შემოსული, რომ თუ რომელიმე მსჯავრდებული რაღაც კრეატიულად მოახერხებს ციხიდან გაქცევას, მას რამოდენიმე წელს შეუმსუბუქებენ, რადგან ასეთი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც შეძლებს და გერმანიის ციხის სისტემას გატეხავს, როგორც იტყვიან და გაიქცევა ციხიდან, ის ადამიანი იმსახურებს თავისუფლებას და რამოდენიმე წელს შეუმცირებენ. რაც შეეხება გერმანიის ყოველდღიურობას, პირადად ჩემთვის ყველაზე უცნაური ფაქტი ის იყო, რომ კვირა დღეს მაღაზიები დაკეტილია, აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილია, არის სიჩუმის დღე და დასვენების დღე. 9 წლის მანძილზე დღემდე ვერ ვეგუები ამ ფაქტს, რომ კვირა დღეს დაკეტილია ყველაფერი და მაინც და მაინც კვირას მინდება ხოლმე რაღაცის ყიდვა, ან რაღაც დამაკლდება, განსაკუთრებით მარილი და ამის გამო მოკლედ ვერ ვეგუები. თვლიან, რომ კვირა დღე არის დასვენების დღე, ასევე გერმანია არის ძალიან მორწმუნე ქვეყანა და თვლის, რომ კვირა დღე არის იმისთვის, რომ წავიდნენ ეკლესიაში და ილოცონ. ამის გამო დაკეტილია მაღაზიები, დაკეტილია აბსოლუტურად ყველაფერი, ასევე არ შეიძლება ხმაური, დაბადების დღის გადახდა, როგორც ვიცი, ზოგიერთ რაიონებშიც კი, მე კი გამიმართლა, კარგი მეზობლები მყავს, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებსაც უფლება არ აქვთ, რომ გაამტვერსოს სრუტონ კვირა დღესაც, რადგან კანონით აკრძალულია, ბანაობაც კი აკრძალულია, რადგან ხმა ისმის დაბლა მეზობელს აწუხებს და ხშირ შემთხვევაში ამის გამო წუხდებიან. კვირა არის დასვენების დღე და როგორც მე ვეძახი, კვირა დღე არის მკვდარი დღე. მუშაობს მხოლოდ საავადმყოფო და დაწესებულება, სადაც ავადმყოფი ადამიანები არიან. ასევე გერმანიის ყოველდღიურობაში შედის და თავიდან ესეც მეუცნაურა არის ნაგვის გადახარისხება. ესენი ცხოვრობენ ასე, ერთი ნაგვის ურნის მაგივრად გვაქვს ახლა ჩვენც, არ ვიცი, 5-6 და თუ მეტი არა, რადგან ყველაფერს ვახარისხებთ, ქაღალდი ცალკე, ბიო საკვები ცალკე,
პლასტმასები ცალკე და ასე შემდეგ. შემდეგ ამ ნაგავს, გადახარისხებულ ნაგავს ხარისხებენ შემდეგ კიდევ და ამისგან ამზადებენ სხვა რაღაცეებს. მოკლედ, პლასტმასისგან ამზადებენ ისევ პლასტმასის რაღაცეებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ესეც ძალიან არის დაცული, რადგან თუ მოვიდა სანაგვე მანქანა და ნაგვის ადგილას გვაქვს რამდენიმე ურნა, ფერების მიხედვით ვიცით რომელია და კვირის ყოველ დღეს მოდის თითო მანქანა თითო განკუთვნილი ურნისთვის და მაგალითად თუ მოვიდნენ ახადეს ყვითელი ურნა და შიგ დაინახეს რომ პლასმასის გარდა არის და ჩანს კიდევ მაგალითად რკინის კონსერვი ან რაიმე სხვა უფლება აქვთ რომ არ წაიღონ მთლიანად და დატოვებენ რამოდენიმე კვირა ამ ნაგავს, მოკლედ ასე სჯიან მოსახლეობას და თვითონ ჩემი მეზობლებიც ძალიან არიან ამაზე ჩაციკრულები, რასაც ქვია და ყოველ ჯერზე თითქმის ახალი ვინმე თუ გადმოდის, აკვირდებიან როგორ აგდებენ ნაგავს და ჩვენ ახალი გადმოსულები რომ ვიყავით ამ ბინაში, მთელი თვე გვაკვირდებოდნენ, ეტყობოდათ როგორ გვაკვირდებოდნენ, როგორ ვყრიდით ნაგავს და ვიღაცამ არასწორად გადაყარა ნაგავი, არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ დაგვბრალდა ჩვენ, რადგან ჩვენ ვიყავით ახალი გადმოსულები და მოვიდა მთელი დასტა წერილების, რომ ჩვენ არასწორად გადავყარეთ ნაგავი. მოკლედ, შემდეგ კი დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ კანონი და არ ვიცი, ძალიან კანონის ქვემდებარე ხალხია, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან უყვართ ასევე ჩაშვება, ყველაფერში იყო. ნებისმიერ რამეში შეიძლება რომ უბრალოდ აიღონ და ჩაგიშვან, გარეთ თუ კურდღლები ან მტრედები არიან და პატარა პური მოუტეხე და გადაუგდე, მაგალითად მტრედებს აქვს უფლება ნებისმიერს რომ დაურეკოს პოლიციას და პოლიცია გამოიძახოს. ამ დროს გადაგიღებენ ჩუმად სურათს, პირში გიცინიან, მაგრამ ზურგს უკან სურათს გიღებენ და აგზავნიან უკვე სამართალდამცველებთან. მოკლედ, ასევე შესაძლებელია რომ მაგალითად მოდი ავიღოთ მაგალითისთვის რომ მოვიდა ჩემი ძმა ჩემთან სახლში და მანქანა გააჩერა ჩვენი ბინის პარკინგზე, როგორც იტყვიან, გასაჩერებელ ადგილზე და ამ დროს მეზობელმა არ იცის, რომ ეს არის ჩემი ძმა და არის ჩემთან მოსული, გამოიძახებს პოლიციას და სპეციალურ ორგანოებს მიმართავს, მერე მანქანას წაიღებენ და იმ 20 წუთში თუ ნახევარ საათში ჩემი ძმა რომ ჩავა დაბლა, მანქანა აღარ დახვდება, იმიტომ რომ მეზობელმა ჩაუშვა, რომ სხვა ვიღაც მოვიდა და დააყენა ადგილზე მანქანა, სადაც არ ეკუთვნოდა. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი პირადად ჩემთვის არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი გესალმება, თვითონ გერმანელი რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაშიც ასევე ჩამოსულებიც, ასევე თავაზიანები და თბილები არიან და არის კიდევ რამოდენიმე სასაცილო ვიდეო რგოლი გაზიარებული ინტერნეტში, რომ გერმანელი მოდის ესეთი გაფრაზებული და ვინმეს რო დაინახავს, გამარჯობა და მერე ისევ ესეთი გაფრაზებული მიდის და მართლა ასე, როგორც სახეც არ უნდა ჰქონდეთ, უბრალოდ გამლევს რომ დაინახავენ, აუცილებლად უნდა გაუღიმონ, მიესალმონ, ასევე შეიძლება რომ მოგიკითხონ კიდეც, თუ მეორედ დაგინახათ და გამოგელაპარაკოს, ნებისმიერ თემაზე შეიძლება რომ დაგელაპარაკოს და ასევე მოგიყვეს დედამისზე, თავის დაზე, თავის ძმაზე და ასე შემდეგ, პირადული რაღაცეები შეიძლება რომ გაგიზიაროს სრულიად უცხო ადამიანს. რამოდენიმე დღის უკან შევაწყდი ავტობუსში საუბარს და მივხვდი რომ სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ ერთმანეთისგან, ერთი ქალბატონი
უყვებოდა მეორეს, როგორ დაიღუპა მამამისი 7 წლის უკან. მოკლედ ძალიან უცნაურია, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად და მაღაზიის რიგში ან სადმე რაიმე დაწესებულებაში შეიძლება რომ ნებისმიერმა ადამიანმა გამოგელაპარაკოს, თავისი პირადულიც მოგიყვეს და ასე შემდეგ. ესეც გერმანიისთვის ნორმალურია. რაც შეეხება სკოლას და სასწავლო პროცესს, ჩემი ვიდეოებიდან იცით უკვე, რომ ბავშვებს საზაფხულო არ დადაგები მაქსიმუმ 6 კვირა აქვს, თუ ბავშვი არ მოვიდა დილით სკოლაში და მშობელმა არ დარეკა და არ ინფორმაცია არ მიაწოდა მოკლედ სკოლას, რომ ეს ბავშვი დღეს არ მოვა სკოლაში, დაიწყებენ ბავშვის ძებნას, გამოიძახებენ პოლიციაზე, მოკლედ მთელი პროცედურა იქნება. ასევე მშობლებს ყველას გვაქვს სპეციალური პროგრამა, რითაც ვაკონტროლებთ სასწავლო პროცესს და ვხედავთ თუ რომელ გაკვეთილზე არიან ახლა ბავშვები და ასე შემდეგ. ასევე ამ პროგრამის მეშვეობით დილით აუცილებლად 8:30-მდე თუ ბავშვი შეუძლოთ არის და არ მიდის სკოლაში, ამ პროგრამის მეშვეობით უნდა გააგებინოთ სკოლას, რომ არ მოვა ბავშვი. ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ პროგრამაში ეწერა წინა ღამით დილით პირველი 2 გაკვეთილი ცდებოდა და თურმე შემდეგ დილით 7 საათზე გადაუკეთებიათ, მე არ ვიცოდი და ნიცა არ გავუშვი სკოლაში, ვაპირებდი რომ ცოტა მოგვიანებით გამეშვა და 7 საათსა და 50 წუთზე მირეკავს მასწავლებელი თვითონ და აღელვებული ხმით და მეუბნება რომ ნიცა არ მოსულა სკოლაში, ვეძებთ, ყველგან მოვძებნეთ, მეგობრებმაც ეცადეს მოძებნა, არავის დღეს არ უნახია და პოლიცია უკვე გამოძახებულია გზაშია. მოკლედ ამ დროს ნიცა სახლშია და მოკლედ კი მოვიბოდიშე და არ ვიცოდი მართლა, მაგრამ მსგავსი შემთხვევებიც არის. თუ მაგალითად არის ხოლმე ასეც, რომ შუა გაკვეთილი ცდება და ბავშვები, რომლებიც მიდიან გახანძრებულში ან და ასევე აქვთ ჩვენს სკოლას პროგრამა, სადაც გაკვეთილების ბოლოს ბავშვები მიდიან და წერენ გაკვეთილებს, მაგალითად ბოლო 2 გაკვეთილი გაცდა, უნდა იჯდე და ელოდო ის 2 საათი იმისთვის, რომ შემდეგ მიხვიდე და გაკვეთილები დაწერო, რადგან თუ წამოხვედი და არ გამოცხადდი იმ გაკვეთილების წერის ოთახში, ასევე დაგიწყებენ ძებნას და ასევე გვქონდა ასეთი შემთხვევაც, რადგან რახან სკოლა გაცდა და გაკვეთილები გაცდა, მეგონა რომ ეს გაკვეთილების წერის პროცესი და გახანძრებულით გაცდებოდა და ბავშვი წამოვიყვნენ და ასევე პოლიციას გამოუძახეთ და ეძებდნენ. ეზოები, გაწიკწიკებული და გალამაზებული, ასევე აფორმებენ და გაფორმებული და ულამაზესი დეკორით წელიწადის ნებისმიერ დროს და თავიდან მეგონა რომ ეს ანიჭებდა ხალხს სიამოვნებას და რა თქმა უნდა ანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ კანონის თანახმად და ესეც კანონით არიან ვალდებულები, რომ თავიანთი ეზო დაალაგონ ისე, რომ გამოვლელს ესიამოვნოს იმ ეზოში შეხედვა და იმ სახლთან გავლა. მოკლედ ასევე კანონის მიხედვით არ გაქვს უფლება, რომ შენს აივანზე რაიმე ძველი ნივთი დადო, მაგალითად შკაფი ან რაიმე მსგავსი, ასევე სარეცხიც რომ დაკიდო ან რამე, რადგან ვინმემ რომ დაინახოს, აქვს იმის უფლება, რომ დაურეკოს და მიმართოს სპეციალურ ცენტრებს და შემდეგ დაჯარიმდები. მოკლედ ასეთი უცნაური კანონები აქვთ.
ასევე ყველაზე უცნაური და დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ჩემთვის არის ეს უცნაური, ეს არის გერმანული რეკლამები, რასაც ტელევიზორში აცხადებენ. ოდესმე გინახავთ ჯანდაცვის AOKAS რეკლამა? საშინელება, არ ვიცი, ხან ისე ვფიქრობ ხოლმე, რომ ხო იციან, რომ ბავშვებიც უყურებენ ამ სისულელეებს. მოკლედ, რეკლამა არის მსგავსი ტიპის, რომ ქალი და კაცი აჩვენებენ, რომ წვენან ლოგინში დილაა, ქალი დგება, კოცნის ამ კაცს და მიდის. და ამ დროს ეს კაცი გადმობრუნდება და გვერდზე სხვა კაცი უწევს იმ კაცს აკოცებს და წავა. და ეს არის ჯანმრთელობის სადაზღვევოს რეკლამა. არ ვიცი. ამის გარდა კიდევ სხვა უაზრო და უამრავი რეკლამა აქვს. ზოგ რეკლამაში კი არის მართლა რაღაც ისეთი, რაც მართლა საჭიროებს, მაგრამ ზოგიერთი ჩემი აზრით მართლა უაზროა. ასევე რამოდენიმე დღის უკან ვნახე მსგავსი ტიპის რეკლამა, რომ ბავშვები თამაშობენ გარეთ პარკში, მშობლებთან ერთად ზიან და მოკლედ ბავშვები ქანაობენ საქანელებზე და თამაშობენ და ამ დროს შარვალ კოსტუმში გამოწყობილი კაცი ეტყობა, რომ საიდან ვიღაც ოფისიდან მოდის, სახლში ბრუნდება და გაჩერდება ამ პარკის ახლომახლო და უყურებს ამ ბავშვებს. უბრალოდ უყურებს ამ ბავშვებს და შემდეგ ახმოვანებენ ასე, რომ თუ მაგალითად ბავშვს სხვა თვალით უყურებ და ხვდები, რომ გადახრა გაქვს რაღაც არანორმალურთან, დაგვიკავშირდი და დაგეხმარებით და დაბლა არის მითითებული ტელეფონის ნომერი. არა, ძალიან კი კარგია, მაგრამ მსგავსი უცნაური რეკლამები, არ ვიცი, მე ალბათ არსად არ მინახია და ალბათ მხოლოდ ამერიკაში იქნება მსგავსი რაღაცეები. ყველაზე უცნაურ ფაქტთან, რაც მახსენდება, ეს არის ქორწილი, გერმანული ქორწილი. პირადად მე ჯერ არ ყოფილვარ არასდროს გერმანულ ქორწილში, მაგრამ გაგებული მაქვს და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, გერმანელი გოგო, მეკითხებოდა, რომ ჩემმა შეყვარებულმა თუ ხელი მთხოვაო, ხო იქნებიო ჩემი მეჯვარე და მეთქი რატომაც არ იქნები, ვიქნები და მერე მეუბნება, რომ ქორწილის კაბას მეჯვარე ყიდულობისო, ხო იციო და იმის მერე აღარ მინახავს ეს გოგო. არა და კაი გოგო იყო. და ეხლა ეს ხუმრობით, ალბათ ჩემი თვალი იყო, რომ ხელი არ სთხოვეს და დარჩა ესე გაუთხოვარი. მაგრამ კიდევ ერთი უცნაურობა პირადად გერმანულ ქორწილში არის ის, რომ ვთქვათ, შაბათს არის ქორწილი და პარასკევს ახალგაზრდები, ასევე ნეფე პატარძალთან ერთად მიდიან სადმე არის სპეციალური ადგილები, ნანგრევები და მიაქვთ თან თევზები, ჭიქები და ჭურჭელი და იქ ამტვრევენ. უბრალოდ ასე დგანან და ამტვრევენ ამ ჭურჭელს. არ ვიცი თუ არის კიდევ მსგავსი ტრადიცია სადმე. რუსული გამონათქვამია ასეთი, რომ ჭურჭელი თუ გატყდა ბედნიერებისთვის ტყდება, ხოლო ამათმა მთლიანად გადმოიღეს ალბათ ეს ფრაზა თავისთვის და ბედნიერებისთვის ამსხვრევენ და ამტვრევენ ჭურჭელს. ქორწილს რაც შეეხება, ასევე ჩვენთან რომ ვიცით, ტორტი ბოლოს იჭრება, აქ პირიქით, ქორწილის დასაწყისში იჭრება ტორტი და ეს არის როგორც სტარტერი დაწყება ქორწილის და ასევე აუცილებლად სადილებიდან ქორწილი იხსნება სუპით და ასევე ჰქვია საქორწინო სუპი. ეს არის გუფთა, ჩვენი ჩვეულებრივი გუფთა და ამით იხსნება აუცილებლად ქორწილი და ჯერ გუფთას ჩამოარიგებენ, ანუ
ქორწილის სუპს და შემდეგ უკვე მოდის სხვა დანარჩენი კერძი. ვიდეოს გადაღება დავიწყე სპონტანურად და ეს იყო ფაქტები, რომლებიც პირველი გამახსენდა. ასევე დამიწერეთ თქვენი გამოცდილება, ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, რა იყო პირადად თქვენთვის უცნაური და რა მოგეჩვენათ უცნაურ ფაქტად გერმანიაში. ასევე თუ გაგებული გაქვთ გერმანიის ფაქტების შესახებ, აუცილებლად დამიწერეთ, რადგან მინდა რომ მეც ვიცოდე. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.